რა არის მოთხოვნილებებში იუპიტერს როცა ვეხებით, აი პირველადი რაც მოგვდის თავში, ეს არის რამდენადმე იღბლიანი ვარ, რამდენადმე ოპტიმისტი ვარ ცხოვრებაში. აი ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იქ შეგიძლიათ ნახოთ, რომ უცხოეთი არის, სწავლა არის, რაღაც კანონები არის, ცხოვრებისეული ფილოსოფიური ხედვები არის. ამ სიღრმეში ბევრი ვერც მიდის ხოლმე, ახლა მე რასაც ვაკვირდები, ხო, ის რაღაც ფილოსოფიური ღირებულებათა სისტემა, ზოგჯერ შეიძლება ვერც მიხვდეს ადამიანი, რაზე არის ლაპარაკი, მაგრამ როგორც კი ყოველდღიურობაში იუპიტერს სადაც გრძნობთ, ვახსენებთ ოპტიმიზმი, რომ მე მინდა ვიყო რეალიზებული. საზოგადოებაში რომ იღბლიანი ადამიანი ვარ, ან მდიდარი ვარ, ან სულით მდიდარი ვარ, ან მატერიალურად. ან კეთილდღეობაში ვარ, მაგალითად ვიღაცისთვის ახლა იუპიტერი თუ მერწყულში ამისთვის სიმდიდრე შეიძლება იყოს მეგობრები, იუპიტერის ასწორისთვის შეიძლება იყოს პარტნიორები, ყველას ესე ძვირფასი. იუპიტერი კუროსთვის შეიძლება იყოს კომფორტი, ხო, ესეთი, ან აი ღირებულებათა სისტემა, ხო, ძვირფასი. აი ამის მიხედვით ხედავთ ხოლმე მე სად მინდა სიუხვე, სად მინდა იყოს კეთილდღეობა ჩემ ცხოვრებაში, ხო, იქნება მატერიალური თუ ფასეულობითი. და რამდენად არის ჩემში ოპტიმიზმი, რამდენად არის ჩემში იღბლის შეგრძნება, რომ მე სამყარო მიფარავს, მე სამყარო მიცავს, ჩემზე იღბალი ზრუნავს, აი ეს თემები არის იუპიტერის ზონაში. რამდენადაც გვაქვს ნეგატიურ ასპექტებში, ხო, ეს ნიშნავს, რომ მე სადღაც აი ან შორიდან უყურებ ამ იღბალს, მაგალითად იღბლიან ხალხს უყურებ, სავსე ადამიანებს და მე იქ ვერ მივდივარ. ან თუ სატურნი არის, შრომა მჭირდება ამისთვის ძალიან ბევრი, თუ ურანი არის, აი პასუხისგებლობის აღება არ მინდა იქ რომ მივიდე, ან სტაბილურობა არ არის ჩემ ცხოვრებაში რომ იქამდე მივიდე, ხო? ან ვიღაცა სხვა მომცემს, მაგალითად ქალების შემთხვევაში იუპიტერი ეს არის კარგი მეუღლე, რომელმაც მინდა მომიტანოს ის იღბალი, ის კეთილდღეობა, რაც მე მჭირდება, ხო? ნეგატიური იუპიტერის შემთხვევაში იღბალი შეიძლება იყოს ახლა მზესთან თუ არის ნეგატიური ასპექტი, იმაზე მეტი მოლოდინი, ვიდრე რეალურად მე ამისთვის ნაბიჯები გადავდგა. დაკვადრატებული, დაზიანებული იუპიტერი არის წყვეტა კარიერაში პერიოდულად, ან რყევები, ან კონფლიქტები, ან ბრძოლა მარს იუპიტერი, ხო, სადღაც დიდი ღირებულებებისთვის გავარდებით, სადღაც ხმალა მოყებული და შეიძლება ეს არც იყოს დაფასებული. დააკვირდით, იუპიტერის ენერგიას პლუსი, მინუს ისა აქვს, რომ მე მაქვს უკვე განცდა, რომ მე უნდა მოვიპოვო ეს იღბალი, მე უნდა ვიბრძოლო ამისთვის. აი ამ ნეგატივის პროცესშიც თუ შეინარჩუნებს იუპიტერიანულ ენერგიას ადამიანი, მანდ უკვე მუშავდება იუპიტერი სერიოზულად.